ძალიან ხშირია აი მომართავენ ესეთი ჩივილებით, რომ დილას ვიღვიძებ უკვე ძალიან დაღლილი ვარ, ხო? ან აი დავუშვათ ჭამის შემდეგ ძალიან მეძინება, ან შუადღეზე მეძინება, ან დავუშვათ სადმე ჩამოვჯდები და მეძინება, ან საჭესთან ვზივარ და აი თუ დიდ მანძილებზე სულ ერთავად ხო მაკიმარებს, ან ვზივარ სადღაც პრეზენტაციაზე და იქ მეძინება, ან ჭამის შემდეგ ძალიან მალე მშივდება. ან აი არის რომ ფეხები მტკივა ხან სახსრები აი ძილის წინ განსაკუთრებით ან მთელი ღამის განმავლობაში ხშირად მიწევს ადგომა ტუალეტში შესასვლელად ან თუნდაც დღის განმავლობაში და აი ბევრი ასეთი საკითხები რომელიც შეიძლება უამრავი ჩამოვთვალო და აი გეტყვით რომ ძირითადი პრობლემა ეს არის პირდაპირ და არაპირდაპირ შაქრები საერთოდ მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობის ისტორიაში ეს არის შაქარი და შაქრები და აქედან გამომდინარე არის უმეტესი ეს პრობლემები. ეხლა ბევრი მკითხავს ადრეც ხო იყო შაქარი, ესე არ ვიყავ, ეს ყველაზე ცუდი ტექსტებია, რომ იცოდეთ ჩვენი წინაპრები ხო ამას ჭამდნენ. საერთოდ ჯამში მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის შაქრები, რომელიც თავის მხრივ იწვევს მერე ძალიან ბევრი რამის დეფიციტს, მათ შორის ნუტრიენტების, ხო? აი როგორიც არის თქვათ მაგნიუმის დეფიციტი, რომელიც თავის მხრივ იწვევს არითმიებს, მაღალწნევებს, ასევე კალიუმის, ასევე ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, შაქრები რეცხავს ბეჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით ბ1 ვიტამინს, რომელიც თავის მხრივ იწვევს აი ამ დაღლილობას, ამ დისკომფორტს, ნერვული სისტემის მოშლილობას, იგივე ღამეუძილობას, აი ეს ტკივილებს. ანუ ძალიან მარტივად იჭრება ეს პრობლემა, ძალიან ადვილი გადასაჭრელია და ძალიან სწრაფად იღებს შედეგებს. ან იგივე ვისაც უნდა თქვა წონის დაკლება და ვერ იკლებს, ვარჯიშობს, ასარაკეთებს, მაგრამ ვერ იკლებს. და ბევრი ძახს აი ვიცი რა, ეკიპა მითხარო თუ არ დაიკლებს, წონაში პრობლემები გექნება გულსიზრახთან პირიქით. ჯერ უნდა ჯამთელი კვებაზე გადახვიდე და გულსიზრახთა სისტემას მათ შორის წესრიგდება და აი მე მიუხედავად იმისა, რომ ვჭამ დანაყრებამდე 15 კილო დავიკელი. ანუ როცა სწორად აკეთებ ამ ყველაფერს და პლუს შაქრების უარს იტყვი, ძალიან ბევრი რამე ძალიან სწრაფად სწორდება. დაწყებული 1 კვირიდან 4-6 კვირამდე უკვე თითქმის ყველაფრის განახევრება ხანდახან მთლიანად მოწესრიგება შეიძლება განსაკუთრებით წნევების ძალიან კაი შედეგებია დიაბეტი მეორე ტიპის დიაბეტების დროს და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ თუ დაუშვათ ეს რაღაცნაირი ასეთი გაურკვეველი ჩივილები გაქვთ რომელსაც ებძვით დიდი ხანია რომელიც გრძელდება თვეები წლები და შედეგი არ გაქვთ ძალიან მარტივია ხო შეგვეხმიანეთ მოვძადეთ კონსულტაციაზე ან ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობაც გაქვთ და დამიჯერეთ უმეტესი რამე ძალიან სწრაფად დღეების განმავლობაშიც კი იცვლება და სწორდება, ხო? უბრალოდ არ დაიზაროთ, ეს არის ძალიან მარტივი და დამიჯერეთ იქნებით კმაყოფილები იმ შედეგებით, რომელსაც საკმაოდ სწრაფად მიიღებთ.